საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მზარდია. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. მან ოპოზიციაში კონსულტაციების დაწყებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველანაირი მოლაპარაკება, რაც საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მიდის, აუცილებელია. მისი თქმით, დღეს პარტიებს შორის კონკურენციის დრო არ არის. ყველანაირი მოლაპარაკება, კონსულტაციები, ყველაფერი რაც მიდის იმისკენ, რომ ამ საზოგადოებაში მოხდეს კონსოლიდაცია, არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენი გამოსავალი, როგორც ახლა ვთქვი, არის არჩევნებში, ეს არის მშვიდობიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. არც არანაირი მოლაპარაკებები ვინმესთან ამას არ გადაწყვეტს. საჭირო არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ ახალ არჩევნებზე აუცილებელი არის, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და ამდენად მე მივესალმები ყველანაირ მცდელობას იმისი, რომ გადაილახოს ის რაღაცა პარტიული ორგანიზაციების შორის რაღაცა კონკურენცია, იმიტომ რომ დღეს არ არის კონკურენციის დრო.